ისევ ეკლესიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გაგებით ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიზარდე, მშობლებმა ესე მასწავლებს, რომ შემწყნარებლობას ქადაგებს. რამდენად სწორია, ან რამდენად გამართლებულია. ამ შემთხვევაში თუნდაც როგორც ადამიანისთვის, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური განაცხადი აქვს, ან ამისთვის უკვე მზაობა მოწოდება ძალადობისკენ. როდესაც ჩვენ გვასწავლიან არა ძალადობას და გვეუბნებიან, რომ თქვენ ხო ქრისტიანები ხართ, კაცო და როგორ შეიძლება კაცო ძალადობა. მე მინდა გითხოთ თქვენ. როდესაც მაცხოვარს მიუყვანეს, აი ეს მაგალითი მოყავთ ხოლმე ხშირად სახარებიდან. მეძავი ქალი, რომელიც ძველი აღთმის წესის მიხედვით ქვებით იყო ჩასაქოლი და წარუყენეს როგორც ბრალი. რომ რა უნდა ვქნათო, უნდათ ასე ვთქვათ, ეთქმევინებინათ, რომ ჩასაქოლია, რათა მისთვის იგივე ლოგიკა იყო, მისთვის დაებრალებინათ ძალადობა და გვახსოვს ხო მაცხოვარმა რაც გააკეთა, იქ არ გავიმეორებ ახლა. მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ეს ქალი იმ მომენტში რას აკეთებდა? სისარტყელის დროში დადიოდა და თავის უფლებებს მოითხოვდა, თუ თავჩაქინდრული და დარწმუნებული ირცხვენდა თავის ცოდვას. და რომ მას გაეჩმახებინა იქ და ეძახა მე ისა ჩემი სასქესო ორგანო ჩემია, როგორც ჩვენი ფემინისტები ყვირიან თბილისის ქუჩებში. მაინტერესებს რა მოხდებოდა იქ. როგორც მეკერმეები გამოყარა ტაძრიდან მათრახით მაცხოვარმა, ისე ხო არ გამოაგდებდა იმ კალს იქიდან. ამიტომ აი ეს ზედაპირული ფსევდოთეოლოგიური ცოდნა ქრისტიანობისა არა ძალადობას. თქვა შენთან სახლში შემოდიან და გინადგურებენ უბრალოდ ოჯახის წევრებს. შენ რა უნდა თქვა არა ძალადობას? შენ უნდა აიღო იარაღი და დაიწვე შენი ოჯახის წევრები განადგურებისგან. იგივე არის საკაცი. გარყვნილების პროპაგანდა, ნარკოტიკების პროპაგანდა, აზარტული თამაშების პროპაგანდა არის ძალადობა ერის სხეულზე და ყველა ვინც მას იწყნარებს და ყველა ვინც მასთან ფოე-ფოე თანაც ცხოვრობს, არის მკერი ერის სხეულის.